რეალურად აქ მარკო რუბიო იმეორებს ევროკავშირის ყოფილი ეგრეთ წოდებული საგარეო საქმეთა მინისტრის ჟოზე ბორელის სულისკვეთებას, როდესაც მან ევროპაში ადარა ედემის ბაღს, ხოლო დანარჩენი სამყარო ჯუნგლებს და მარკო რუბიომ აქაც მოუწოდა კოლექტიურ დასავლეთს, რომ ჩამოაყალიბონ ისეთი ალიანსი, რომელიც არ დაექვემდებარება საერთაშორისო ორგანიზაციებს, საერთაშორისო სამართალს, ის იმოქმედებს სამხრივად უნილატერალურად საკუთარი გლობალური ინტერესების დასაცავად, მათ შორის ძალისმიერადაც, რადგან მათ შეაკავონ ეგრეთ წოდებული, როგორც მან ახსენა, ცივილიზაციის წამშლელი ძალები, რომელშიც ალბათ მოიაზრებიან შეერთებული შტატების მთავარი გეოპოლიტიკური კონკურენტები, იქნება ეს ჩინეთი, რუსეთი, თუ მაგალითად ამ შემთხვევაში ირანიც. ამით მარკო რუბიომ ხაზი გაუსვა იმას, რომ დასავლური კულტურა, დასავლური ცივილიზაცია, დასავლური ცხოვრების წესი და განვითარების გზა არის რეალურად უნიკალური და უპირატესი სხვებთან შედარებით. მან ასევე მოუწოდა ევროპელებს, რომ იბრძოლონ საკუთარი პრივილეგირებულობის შესანარჩუნებლად, რომ ეს სტატუს კვო არ დაირღვეს და რომელიმე ქვეყანა მესამე სამყაროდან არ გახდეს დასავლური დეკადანსის მიზეზი, რაც საბოლოოდ ნიშნავს იმას, რომ სამომავლოდ შეერთებული შტატები ევროპასთან ერთად იბრძოლებს გლობალური უთანასწორობის შესანარჩუნებლად, რაც უნდა ხისტად, პრაგმატულად ან ძალაუფლებრივად ჭრიდეს ეს და მარკო რუბიოს განცხადებით თავარი ასე ვთქვათ მიზანი შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკაში იქნება ზუსტად აი ამ გლობალური უპირატესობის შენარჩუნება სამომავლოდ.